ცნობიერი და ქვეცნობიერი. არსებობს თუ არა ეს ორი მცნება ადამიანში. თითოეულ ჩვენგან შეუძლია ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვანაირად გაიაზროს და შესაბამისად გააცნობიეროს მოვლენები, შემდეგ კი ამის შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებას. რა არის ცნობიერი და ქვეცნობიერი? რა ვიცით მათ შესახებ? როგორ შეგვიძლია ჩავწვდეთ მათ სიღრმეებს და სად რა და როგორ შეუძლია ამ ორივე მოცემულობას იმუშაოს ადამიანში? ცნობიერება თითოეულ ადამიანს ჩვენს ტვინში გვაქვს, მაგრამ რეალურად ის არ არის რაიმე ფიზიკური. უბრალოდ ვიცით, რომ გვაქვს, მაგრამ მისი დანახვა შეუძლებელია. უფრო რთულია ქვეცნობიერი. არც ერთმა ადამიანმა არ იცის სულ სად შეიძლება ვეძებოთ ჩვენი ქვეცნობიერი, რადგან გააღო ქვეცნობიერის კარი ძალიან ძნელი პროცესია. თუ ერთხელ შეხვალ მასში აღარასდროს მოეშვები, რადგან ქვეცნობიერში აქვს ადამიანს უამრავი დამალული მე, რომელთა არსებობა უბრალოდ არც კი გვახსოვს, მაგრამ დგება საჭირო დრო და მომენტი და ის მაშინვე ზედაპირზე ამოტივტივდება. თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად იქნებოდა მომენტი, რომ რაღაცის გაკეთება გინდათ, მაგრამ შინაგანი ხმა რაღაც სხვას განნახობთ. ადამიანი იწყებს რაღაც აუხსნელის ძებნას, გავაკეთო თუ არ გავაკეთო. როცა ადამიანი იბადება, ამ სამყაროში თითოეულ ჩვენგანს თავისი მისია და სამყარო მოაქვს ამ ქვეყნად. ზოგი ვახერხებთ ამ დაკისრებული მისიის შესრულებას. თუ მოხდა და ადამიანმა იპოვა დაკისრებული მისია და პირნათლად შეასრულა თავისი ცხოვრების განმავლობაში, ამ შემთხვევაში ადამიანი გადის განწმენდას და როცა სული ტოვებს მატერიალურ სამყაროს და გადის ზეციურ სასუფეველში, მაშინ სულ შეუძლია დაიმკვიდროს სავანე. ამის შემდეგ ის თვითონ მფარველობს ადამიანებს ჩვენ სამყაროში. დაუბრუნდეთ ქვეცნობიერს. სრული 10 წელი გავატარეთ ჩემს ქვეცნობიერში, რომ მეპოვა საკუთარი თავი, თუ ვინ ვიყავი მე შემეკითხებით ეს როგორ? ვერ გიპასუხებთ, რადგან ეს აუხსნელი მომენტია, რომელსაც სხვას უბრალოდ ვერ ასწავლი. ეს თვითონ უნდა სცადო. ცნობიერი და ქვეცნობიერი ჩვენი ფიზიკური სხეულის შემადგენელი ნაწილებია, რომლებიც გვაქვს, მაგრამ ვერ ხედავთ. რაც უფრო ღრმაა ჩვენი ცნობიერება, იმდენად მეტი სივრცის ათვისება შეუძლია ადამიანს. ჩვენი ცნობიერება შეიძლება კოსმიურ სივრცეებშიც კი გავიდეს, ავიღოთ და ცნობიერის დონეზე შემოვიტანოთ ინფორმაცია. ეს პროცესი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ცოტა გაუგებარია, მაგრამ როცა თვითონ ხდები ამ მოვლენების ეპიცენტრში, დაუჯერებელი არაფერი არაა. ქვეცნობიერი კი ჩვენი მეორე მე გახლავთ, რომელიც გამუდმებით გვაძლევს იმპულსებს და შეგვახსენებს იმ დამალულს, რომელიც უბრალოდ არ გვახსოვს. ეს ყველაფერი, რასაც წერ მხოლოდ ჩემი გამოცდილების ფონზე მიღებული ინფორმაცია და არანაირი შეხება და არ აქვს პროფესიულ ახსნასთან. ცნობიერი და ქვეცნობიერი ორივე ემსახურება ადამიანში მიღებული ინფორმაციის გააზრებას და გადამუშავებას. შესაბამისად გვაძლევს ფიცქს უკეთ ვიაროთ ცხოვრებაში. გისურვებთ საცნობიერებას, დამალული ქვეცნობიერის კარის გაღებას. იქ თქვენ უამრავს იპოვით, რაც თქვენივე წაგადგებათ და საერთოდ საღად აზროვნებას დაიწყებთ, რადგან ამ ყველაფერზე უკვე ჩვენი ცხოვრებაა დამოკიდებული.